აბა მეგობრებო, ვისკეთ ცნობათ ეს ადამიანი. გამო ტელევიზორში ხო? იბერიას გაუმარჯო! წითელი ბარათი მოგცეს. აი სადე ჩვენი დროა ეს რა პერიოდია საკითხი მე მგონი ჯერჯერობით არწივი ჯობია რა. იბერია საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია. რამდენი შტანგას უნდა გავარდყ, მაგრამ თავარია მოვიდა. დღეს დიდი დღეა. იბერიას აქვს გადამწყვეტი ბოლო თამაში. და დღეს გადაწყდება, გავხდებით თუ არა საქართველოს ჩემპიონები. მაგრამ მაგამდე იბერია ორს აქვს თამაში სპაერთან. 2.5-ია ჯერ ამ თამაშს დავესწრებით, უყურებთ, გაჩვენებთ გოლებს ამ თამაშიდან და მე უკვე გადავინაცვლებთ მიხეილ მეცხის სტადიონზე, სადაც დასწრება არ შეგვიძლია. დასწრება გვაქვს აკრძალული, დავისაჯეთ, როგორც იცით. რაღაცების გამო მე გაკეთდება, განცხადება ალბათ, რის გამოც დავისაჯეთ. და ჩვენება იქნება მიხეილ მეცხის სტადიონის გვერდით და მანდაც აუცილებლად გაჩვენებთ რა სიტუაცია იქნება. იქ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან, გარედან უგულშემატკივრებთ ჩვენს გუნდს და ბიჭებს შეძლებისთაგვარად გარედან გავაგონებთ გულშემატკივრობის ხმებს და იმედია ყველაფერი ისე დაასრულდება როგორც საჭიროა რა. აბა დროებით. ვაიმე რა გაუშვა ჩემი. რავი, ისეთი გოლი გაგვიტანეს, ეხლა არ შემიძლია რო არ აღნიშნო, რომ ბრავო, ძმაო, წარმატებები, მაგრამ მეტი აღარ გაგვიტანო. იმედია ეხლა ჩვენც გაგიტანთ. მადლობა. ვაიმე რა კაია იყო, ბრავო მეკარეს. ვერ გაიტან, გაგიტანენ და გვემართა. დაანგარიშია 2-0. მადლობა დროებით. საღოლ შენგენაცვალე საღო. ბრავო. წავაგეთ სპაერთან 2-1 სამწუხაროდ რას ვიზამთ, მაგრამ ეხლა მივემართებით იბერიას თამაშზე გაგრასთან და იქ გაჩვენებთ რა სიტუაცია იქნება და როგორ გავერთობით ერთად და აღნიშნავთ ჩემპიონობას. აბა ისევ დროებით. მოვედი სტადიონთან, იმიტომ რომ როგორც გითხარით დასჯელები ვართ და აი აქ ვართ შეკრებილები ეხლა. აი აქეთკენ ნელ-ნელა იკრიბება ხალხი და დიდი ეკრანია დაყენებული, როგორც ხედავთ. და ყველაფერი იქნება კარგად. მოდი, ეხლა ბავშვებს გავესაუბროთ. აბა გამარჯობა ბავშვებო. ვის გულშემატკივრობთ დღეს თუ გამოვიცეთ? ეს ყველა ვარიანტში მოიგებს 3 დერც ყველა ვარიანტში. რატო გონია რომ მოიგებს? იბერიას გულშემატკივარი ვარ, კაი ხანია და მაგითო. ამ მთელი ცხოვრება ხო აპირებ რომ იბერიას გულშემატკივარი? რამდენი წლისები ხართ ეხლა? მე ვარ 13, მე 13, 14. აი, ნახე, აი თქვენ ახლა ისეთი ასაკი გაქვთ, რომ ზუსტად ესეთ ასაკში იწყება გუნდის გულშემატკივრობა რა და იმედია სულ იბერიასკენ იქნებით და არ გაგიცრუებთ იბერია იმედებს რა. აბა მეგობრებო, ვისკეთ ცნობათ ეს ადამიანი. გამო ტელევიზორში ხო? კომენტარებში და კეფის ხლიდან გამომაჩნე და ვისკენ ხარ დღეს უარ დამიმარხო. დღეს სიმართლე გითხრათ ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ რა თქმა უნდა. რამდენი თამაში გამაზე ამ ხნის განმავლობაში? მოდი ჩემს სიცოცხლეში ესე ვიტყოდე, იქიდან გამომდინარე რომ იბერიას ფაქტიურად აკვნიდან მოყვები, არა მარტო მე, ჩემს გარდა. ანუ რის თქმა გინდა რომ 25-26 წლის ხარ? დაახლოებით კი, მაგაზე ცოტა მეტის ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხებათ დღევანდელ თამაშს, აუცილებლად მოვიგებთ. აი
არ დაიგინო, ბავშვები გიყურებენ. აუცილებლად მოვიგებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ბუჩქი. რა გინდა კიდე? ეს ჩემებს კი, რა თქმა უნდა, ჩემ ბიძაშვილს ვეთქვი, რომ აი დედასპიცა ვარ, მე იმას არ ვფიქრობ, რაც გონია, რომ ვამბობ ხოლმე ხშირად, შენ ზურგს უკან. მე შენ მიყვარხარ და რა თქმა უნდა, შენზე მაგრად მიყვარს იბერია. კი ბატონო, არანაირი ნიჭრიტი არ ქონდა, მადლობა ბუჩქის, გაიხარ. ჩვენ შემოგვიერთა კომო, სტაჟიანი გულშემატკივარი. რა თქმა უნდა. კომო, რა ხდება დღეს? რა ხდება და დღეს ვიმარჯვებ და ვიზეიმებ და რა ვიცი, ველოდებით საზეიმოდ და რა ვიცი, გამარჯვებისკენ და მედია ყველანაირად დიდი ანგარიში დავამარცხებთ 5-0-ს. მე 4-4-ისკენ ვფიქრობ. მე 5-0 ჩვენი ბიჭები კარგად ითამაშებენ და გოლებს შეყრიან, რა თქმა უნდა, გოშტელიანი, მამაგაიშვილი, ზაგანია, კიდე გარდავა, რა ვიცი. ყველა ჩვენები ყველა შეაგდებენ გოლს. და ასევე შევახსენოთ ხალხს, რომ დღეს ხო 6 რიცხვია და 10 რიცხვშიც ვეთამაშებით გორის დილას თამაშია და ვეთამაშებით 10 დეკემბერს ვეთამაშებით პეტრიაშვილზე გორის დილას და ყველას ვთხოვ რომ მობძანე და ერთად უგულშემატკივროთ იბერიას, გავამხნევოთ ჩვენი იბერია და იბერია ჩვენი გამხნევება ჭირდება, გვერდში დგომა ჭირდება, ხალხო ერთად დაუდგეთ და ერთად უგულშემატკივროთ იბერიას. ჯიგარი ხარ კომო, მადლობა ძმაო. დადგაი სასანდელი ხანია ველოდები. რამდენი ტურია ვიზარდ ვაი ვაფინალი დაჭა, ფინალი დაჭა, სამი ფინალი დაჭა. დღეს მოვეძით აქამდე რომ დაჭა მართლა ერთი ფინალი. 1.90 წუთი სადაც უნდა გავიდე და ყოველგვარი წნეხის და ნერვიულობის გარეშე და დავამთავროთ ეს სხვადასხვა. ვიღაცები მეუბნებოდნენ რომ რაღაცა დიდი წნეხია, როცა ჩემპიონო თამაშიო. წნეხი ჩვენ კი არა იმათ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვეთამაშები. ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველთვის წნეხშიანი, იმიტომ რომ ჩვენთან აქვს თამაში. ვერატოს ვერაფერს ვერ დავაკლებენ, სანამ ეს ერთად ვიკივ. და კიდე ერთი სიტუაცია და რომ ცხოვრებაში მისჯერა რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს თუ უნდა რომ ის ბედნიერი იყოს უნდა გააბედნიეროს სხვა ადამიანი და დღეს ძალიან ბევრი ხალხი არის და ჩვენ შანსი გვაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავაბედნიეროთ და მე მჯერა რომ ამ შანსს გამოვიყენოთ იბერიას გავაბედნიეროთ იწყება თამაში. გაუმარჯოს. გამარჯობა. აი მე გადავიღებ ცოტა ხანში ფოტოზე მეძახიან უკან და იწყება თამაში და აბა ჩვენ ვიცით რა. მე აქაც ვიქნები და აი დაახლოებით აი იქითკენ არიან ჩვენი გულშემატკივრები შეკრებილი რა და აქედან გაჩვენებთ თამაშის პერიპეტიებს. Oi. Oime. Ai, გარეთ უკვე დაიწყეს გულშემატკივრობა, ხმა ისმის ალბათ. ხდება აქ ბაცარის ეს ეხა უკან წესიერად არ ჩანან. მოდით ამას დავუბრუნდებ ესე. ძალიან ახლოს არიან იდეაში აქვე რა. გაიცა? ვაიმე ბიჭო! ვაიმე! ვაიმე! დავай სილაკ შენით ჩიგარი ხა ой давай ჩენჯი გაისწორე და არტყი რა გოლ
გოლ 1-0. წითელი ბარათი მოგცეს. ძალიან სადაო მომენტში მივიღეთ წითელი ბარათი ჩვენ. აი ამ ადამიანმა მოგცა წითელი ბარათი. აიხარე, დიდი მადლობა ძმაო. მორჩა პირველი ტაიმი 1-0 და წამოიღ გულშემატკივრებთან გავიდეთ გარეთ და ნახოთ რა სიტუაციაა. ეხლა უნდა გავათამაშოთ აი ამდენი რაღაც და გაჩვენებთ ამ ყველაფერსაც. აი გარეთ. ამდენი ხალხია. ეხლა უნდა გავათამაშოთ. ერთს. ბაია. ამო, ჰა. მომკიდე, ხელი მომკიდე. გამარჯობა. ბოდიში რომ უკან გაგწიეთ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიზამთ რა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს აქ. ძალიან მიხარია რომ ამდენი ადამიანი მოხვედით, იმის და მიუხედავად რომ სტადიონზე თამაშს ვერ ვესწრებით, მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ და გარედან გულშემატკივრობთ ჩვენ საყვარელ გუნდს. და ამასთან დაკავშირებით დღეს გვინდა რომ რაღაცები გავათამაშობთ. აი ბურთებს მაგალითად უკან თუ გაიწევით, უფრო მარტივად დაიჭერთ. ეხლა წინ ვის გახართ, ვერ დაიჭერთ. და რაც შეეხება ასევე გვაქვს 3 მაისური, რომელსაც გავათამაშებთ, კითხვებს დავსვამთ იბერიასთან დაკავშირებით და ეგრე გაუმარჯოს. ძალიან მაგარი კაცი მივესალმოთ ყველა. კაი, დავიწყოთ ეხლა ბურთებით დავიწყებ გადმოყრას. აბა უკან გაიწიეთ. ყველა ლუკა გაიწიეთ. ერთი. ორი. Hoppa, šao. Ara, peki. Baia იყო. იხარი არ ვარჯიშია ის თქო. ოპა! მამე, არ დავთავრებულა ჯერ, გვაქვს აქ კიდე რაღაცები. იბერიას შარფი გვაქვს და ყველაზე პატარა მინდა დავინახო ვინ არის. აბა, არა, შენ როგორ ხარ პატარა? აი იქით არის. ათუჩი, დილოცაო. აი იბერიას ეს მოიგე. აი, გაიცადე. არა, იმებს ისე დავარიგეთ. აი ყველაზე პატარა, აჰა, მოიგო. ერთი წამი. კაშტია, უბრალოდ კაშტია. ვინ გაიტანა პირველი გოლი, როცა იბერია გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში? მამიკო გაიტანა პირველი გოლი. არა, ჩვენი დრო. ჩვენი დროა ეს რა პერიოდია? ერთი რითი. აი, ამ კაცმა ყველაფერი ქნა იმისთვის რომ მოეგო და ეს მაისური გადავწეთ და ამ კაცსა მოიგო რა. რა გავაკეთო? ვიც მე მოიგეთ დიდი ბოდიში დღეს. მადლობა გიგია რომ
გასეულდა დაუბრუნდნენ. ავანგზევას გულშემატკივრობა, ცოტა გულწესი იყო იტალი ბანაკო. მაგრამ ნახოთ. აბა ჩვენ ვიცით, დიდი მადლობა. ფავორი გამოგებული ფავორიტი. თემის ზამალობაში გასკვნი ტუში ძიბძვის. გოლია! გოლია! ვარა! ხო არ გადაო, ბიჭო. გააგდე მიდი ესე ხა, დავარ. აი, ისეთი მომენტი გქონდა ეხლა, მომენტ წეღა ხო გადავიღე და ვიდეოშიც ჩავსვი და ეხლა კიდევ ახსენებ პროსტა. მურიანი რატო ვარ? ტვინის ალბათში. არ ვიცი, მაკრატელა იყო, არ ვიცი რა იყო. 1-1 რა. მე 60 წუთია ეხლა. გოლია! ვაიმე! არა! გოლ! გოლ! საგოლ! აბარა! გოლ! ბრავო! გოლ! აბარა, ბიჭო! გოლია! აუ, ბიჭო, ხო არ გადაო. ნახეთ, იბერიას გულშემატკივრობამ შემოაღწია კაცს და წითელი ცარაფერია, წითელია იქნება ცოტა ხანში, აი ნელ-ნელა შემოგვი. წითელზე მოწმდება გაგრას ფეხბურთელი და აბა ნახოთ ახლა. ცაც მოწმდება წითელზე? აი, დაიცადეთ აბა. როგორც კი წითელზე. აუ, კი. არა, გაშლილი ფეხია. ეს გათანაბრდება ახლა ფეხბურთელების რაოდენობა სტადიონზე. აბა. კი, ვაჭრა. აბარა! 10-ზე, всё. 10-ზე გრძელდება თამაში. 75 წუთია. ეს კარგია. ჩემი ცხოველი ვინ არის? მე რამდენი შტანგას უნდა გავერტყ, მაგრამ თავარია მოვიდე. ბიჭო, აი ამ შემოქმესას მიუძ. პირველი ჩემპიონი. აიხარ. იდე სხვა მრავალი. აი მასკოტიც შემოგვიერთდა და ბავშვებთან ერთად იღებს ფოტოებს და კომენტარებში დამიწერეთ. ეს ჯობია. თუ არწივი ჯობია, თუ ქორი რო იყოს იბერიას, ეს აი გავარკვიოთ რა. მე მგონი ჯერჯერობით არწივი ჯობია რა. არა, всё, ძმაო, არაფერი. ეხლავე. ბიჭო მოგესალმებით მოგესალმებით ადამიანთან მაგ რესტორანი და რა დუხი სუნა მოუпроსწორეთ დუქსი Давай. Эй, хамоица, ай! Давай, коро. Басто, давай. Джайсхи შენი. ვაჟა, დილოთ, ძალიან кайფ ფეხი გაქვს. არა, იმენა. ვაჟას აქვს ულამაზესი ფეხი. იბერია საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია.